რეალი წავათამაში. ეთერშია სუსტი რგოლი. სტუდიაში მყოფი 8 კონკურსანტიდან ამ საღამოს ნებისმიერმა შეიძლება მოიგოს 8000 ლარი. ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ფულის მოსაგებად ერთად იბრძოლებენ. 7 ადამიანი ხელსარიელი დატოვებს დარბაზს. ყოველ რაუნდში კონკურსანტები თვითონ გააგდებენ ერთ ყველაზე სუსტ მოთამაშეს. გავიცნოთ შოუს დღევანდელი მონაწილეები. დიმიტრი საბულოა 21 წლის სტუდენტი. ვალერი გვათუა 22 წლის სტუდენტი. ნანა მაღლაკელიძე 52 წლის ჟურნალისტი. ნოდარ ტალახაძე 45 წლის ინჟინერი. თიკო ხარშილაძე 19 წლის მხატვარ დიზაინერი. ბიზინა მაჭარაშვილი 39 წლის ინჟინერი. ზაზა გელაშვილი 40 წლის მშენებელი ინჟინერი. გიორგი ხუციშვილი 19 წლის სტუდენტი. ახლა წესები. თითოეულ რაუნდში შეგიძლიათ მოიგოთ მაქსიმუმ 1000 ლარი. ამის უსწრაფესი გზაა თანმიმდევრულად უპასუხოთ 8 შეკითხვას. თუ არასწორად უპასუხებთ შეკითხვას, გაწყვეტ სწორი პასუხების ჯაჭვს და ყველა ერთად დაკარგავთ თანხას, რომელიც ბანკში არ არის ჩადებული. თუ შეკითხვის დასმამდე იტყვით სიტყვას ბანკი, თანხა შეგენახებათ, მაგრამ შეკითხების ჯაჭვის დაწყება 0-დან მოგიწევთ. კარგად დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ბანკში ჩადებული ფული შეგიძლიათ გადაიტანოთ მომდევნო რაუნდში. პირველი რაუნდი 2 წუთი ნახევარი გრძელდება. სულ ესაა. თამაშს დაიწყებს კონკურსანტი, რომლის სახელი პირველია ანბანური თანმიმდევრობით. ეს თქვენ ხართ ბიძინა. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ბიძინა B100-ზე დაწყებული რას სახელით მოიხსენიებენ სხვაგვარად მომთაბარე კარვებსა და ფურგონებში მცხოვრებ ინდური წარმოშობის ხალხს, რომას? არ ვიცი. ბოშები. ზაზა, ტრადიციულად რისი სიმბოლური გამოსახულება ითვლება ბედნიერებისა და იღბლის მომტანად? ცხენის ნალის თუ ცხენის უნაგირის? ცხენის ნალი. სწორია. გიორგი, რა ეწოდა ამერიკულ სამეჯლისო ცეკვას კომიკოს ჰარი ფოქსის გვარის მიხედვით, რომელმაც ლეგენდის თანახმად ის პირველმა შეასრულა 1913 წელს? ვალსი. ფოქსტროტი. დიმიტრი, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობათა M100-ზე დაწყებული რომელი მასალით ჩემკობის ხელოვნება შეიძლება იყოს კვეთილი ან ტიხრული სახის? არ ვიცი. მინანქრით. ვალერ, ეკონომიკაში რომელი ტერმინი აღნიშნავს სამამულო საქონლის საზღვარგარეთ გატანას გასაყიდად, იმპორტი თუ ექსპორტი? იმპორტი. ექსპორტი. ნანა, მე რამდენი ელემენტად მოიხსენიებდნენ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები იმ უზენაეს სტიქიას, რითაც მათი აზრით ციური სხეულები იყო შექმნილი? მეხუთე ელემენტად. ნოდა, რომელია შუასოზე დაწყებული ნახშირ ორჟანგით ბუნებრივად გაჯერებული შუშხუნა ღვინო, რომელსაც ტრადიციულად წვეულებებზე მიირთმევენ? შამპანური. სწორია. თინიკო, ბიბლიის მიხედვით რაში იყო ისრაელიანთა უძვრეველი გმირის სამსონის ძალის საიდუმლო, თმაში თუ ქუსლში? თმაში. სწორია. ბიძინა, რომელი თერმომეტრის სკალაზე აღინიშნება ყინულის დნობის წერტილი +32 გრადუსით, წყლის დუღილის წერტილი კი +212 გრადუსით? ტემპერატურა. ფარენჰაიტის. ზაზა, მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში კლასოზე დაწყებულ რა სახელს უწოდებენ სხვაგვარად ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს? კონტრაცეპტივებს. გიორგი, ჩვეულებრივ რას უწოდებენ ადამიანის გარეგნობას, რომელიც კარგად გამოდის ფოტოსურათზე, ფოტოგენურს თუ ფოტოეფექტურს? ფოტოგენურს. სწორია. დიმიტრი, რომელი ფრანგი მკვლევარის და ოკეანოგრაფის საექსპედიციო გემი იყო კალიფსო, რომლის კაპიტანი ის 1950 წელს გახდა? კუსტო. სწორია. ვალერ, ევროპულ მითოლოგიაში გვიასოზე დაწყებული რა სახელი ქვია მიწის წიაღში ბინადა და მიწისქვეშა განძის? სწორია. ბანკი. ნანა, ადამიანის ანატომიაში სმენის გარდა კიდევ რისი ორგანოა ყური, ძილის თუ წონასწორობის? წონასწორობის. სწორია. ნოდა, რა ცხოველი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდის პოპულარული სატელევიზიო თოჯინა ხრიუშა? მოჭი. სწორია. თინიკო, EASO-ზე დაწყებული რა სახელი ქვია სხვაგვარად ღვინის სპირტს, რომელსაც შუა საუკუნეებში სპირიტუს ვინი, ანუ ღვინის სული უწოდეს? შარლი. ეთილის სპირტი. დრო ამოიწურა. თქვენი მოგება 100 ლარს შეადგენს. ერთ-ერთი თქვენგანი კი მალე ხელსარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ, სუსტი რგოლი. ამ რაუნდის ძლიერი რგოლი ნოდარია. მას არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. სუსტი რგოლი ბიძინა
მან ყველა შეკითხვა ჩააგდო. თუ დააფიქსირებს გუნდი ამ სტატისტიკას. არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ბიძინა. 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 თინიკო. თინიკო. ბიძინა. ვალერი, თქვენი პერანგი იმპორტულია თუ ექსპორტული? ამ შემთხვევაში იმპორტული. საქართველოშია ნაწარმოები. ნამდვილად არა, რა კი იმპორტული. ჩვენც მაგას არ გეკითხებოდით? რატომ ბიძინა? მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სამი შესაძლებელი კითხვიდან მხოლოდ ერთი პასუხი. თან ჯაჭვიც ხარ. გიორგი, იქნება აგვიხსნათ, როგორ აწარმოეთ გვარიდან ფოქსი, ცეკვის სახელწოდება ვალსი. თქვენ გონიათ, რომ ამაზე იოლი შეკითხვები შეგხვდებათ ამ თამაშში? ასე მგონია მაინც. იმედ მალე გაგიცრულდებათ. რატომ ბიძინა? ბიძინამ ორ არასწორ პასუხს ვერ გასაპასუხი ამ შეკითხვებს. სხვებმა ბიძინასგან განსხვავებით ვერ შეკითხოს უპასუხეს, არა? ბიძინა, 6 ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებოდ. საშინელი ცნობა, როდესაც ხედავ დაფაზე შენს სახელს. ჩემი აზრით, შემდეგ რაუნდში თინიკოს გაუშვებენ. იმიტომ რომ ნერვიულობს. ეთყობა აშკარად, რომ ნერვიულობს. მეორე რაუნდი. შესაძლოა 1000-ის ნაცვლად თქვენ მხოლოდ 100 ლარი გაქვთ ბანკში. დარჩა 7 მოთამაშე და 10 წამით ნაკლები დრო. ამჯერად თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს. ეს თქვენ ხართ ნოდარ. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ნოდარ პოლიტიკაში რა ტიტული აქვს ომანის და ბრუნეის სახელმწიფო მეთაურებს? სულთნის თუ მეფის? სულთანი. ისტორია. თინიკო, ისტორიაში რომის რომელმა იმპერატორმა შემოიღო ძველი წელთაღრიცხვით 45 წლის 1 იანვარს კალენდარი, რომელიც მის სახელს ატარებს? იულიუს კეისარი. ისტორია. ზაზა, სამხედრო საქმეში ას-ზე დაწყებულ რომელ სპეციალურ შენობაში ათავსებენ წესების დარღვევისათვის სამხედრო მოსამსახურეს? ოლდბახტი. ისტორია. გიორგი, მუსიკაში როგორი ოპერის ჟანრია ოპერა ბუფა? კომიკური თუ ტრაგიკული? ტრაგიკული. კომიკური. დიმიტრი, სამხრეთ ამერიკაში ბინადარ რომელ მაიმუნს ეწოდა სახელი ხუდის მაგვარი თმის გამო, რომელიც ფრანცისკელი ბერების კაპიშონს წააგავს? არ ვიცი. კაპუცინი. ვალერ, კულინარიაში ას-ზე დაწყებულ რომელ ხის საოჯახო ხელსაწყოში ნაყავენ ნიგოს, ნიორს და სხვა პროდუქტებს ფინთაქვით? არ ვიცი. პროვინში. ნანა, ქართულ ლიტერატურაში როგორ ლექსს უწოდებენ თეთრ ლექსს, ურითმოს თუ უსათაუროს? ურითმოს. ისტორია. ნოდა, კინოხელოვნებაში ვინ მოიპოვა ოსკარი მამაკაცის მთავარი როლისთვის მილოშ ფორმანის ფილმში ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა? ნიკოლსონმა. ისტორია. ბანკი. თინიკო, ას-ზე დაწყებული ქართველთა რომელი საახალწლო დღესასწაული ემთხვეოდა ზამთრის მზებუდობას და მისი მთავარი რიტუალი მეკვლეობა იყო? ახალი წელი. ბარბარობა. ზაზა, რომელი მცენარის ერთწლიან ტოტს ეძახიან რქას, ვაზის თუ ვაშლის? ვაზის. ისტორია. გიორგი, სპორტში რომელი საფეხბურთო კლუბი დაამარცხა თბილისის დინამომ ევროპის თასის მფლობელთა თასის ფინალში 1991 წელს? არ ვიცი. კალცაისი. დიმიტრი, ას-ზე დაწყებულ რა სახელს უწოდებდნენ ბოლშევიკო რუსეთში წითელი ტერორის საიდუმლო პოლიციის წევრებს ფელიქს ძერჟინსკის მეთაურობით? ჩინოვნიკებს. ჩეკისტებს. ვალერ, რომაული მითოლოგიის რომელი ღმერთის სახელთანაა დაკავშირებული ნაქეიფარი, ნაღვინევი ადამიანები? ისტორია. ბანკი. ნანა, მათემატიკაში რას უდრის 63 გაყოფილი 7-ზე? 900. ნოდარ, ას-ზე დაწყებული რომელი იტალიური სიტყვა გამოხატავს სისხლის აღების ადათს? ვენდეტა. ისტორია. თინიკო, რომელი სატრანსპორტო საშუალების სვლის სიჩქარე იზომება სიჩქარის სისტემის გარეშე ერთეულით კვანძით, გემის თუ ელმავლის? ელმავლის. გემის. ზაზა, რომელმა ასტრონავტმა წარმოთქვა სიტყვები? დრო ამოიწურა. თქვენ რა თქმა უნდა ვერ მიაღწიეთ 1000 ლარიან ზღვას. თქვენი მოგება 170 ლარია. ერთ-ერთი თქვენგანი კი მალე ხელცარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ზედიზედ მეორე რაუნდია ძლიერი რგოლი ნოდარია. მან ყველაზე მეტ შეკითხვას გასცა სწორი პასუხი. სუსტი რგოლი სტატისტიკურად დიმიტრია.
თუ აისახება ეს მის მიცემისას. არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ალბათონი ნანა. გიორგი. გიორგი, დიმიტრი, დიმიტრი, გიორგი. დიმიტრი. როგორც ხედავთ, ხმები გაიყო. 3 ხმა დიმიტრის წინააღმდეგ და 3 ხმა გიორგის წინააღმდეგ. თინიკო, საახალწლო დღესასწაული თუ B100-ზე იწყება, მაინც ახალი წელია? არა. კარგია რომ მიხვდით. რატომ დიმიტრი? იმიტომ რომ ორ შეკითხვაზე ვერ უპასუხე. დიმიტრიმ ზუსტად იმდენივე შეკითხვას ვერ უპასუხა, რამდენსაც თქვენ ვერ უპასუხეთ. ნანა, შვილი ყავთ? 3, შვილი? 7. ამასობაში კი უნდა გაგემეორებინათ ხშირ-ხშირად გამრავლების დაბულა. რატომ გიორგი? ორ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი და მხოლოდ ამიტომ. სამაგიეროდ მან ყველაზე მეტი ფული ჩარიცხა ბანკში. ჩვენი თამაშის წესების მიხედვით, როდესაც ფრეა საბოლოო გადაწყვეტილება რაუნდის ძლიერმა რგოლმა უნდა მიიღო. სტატისტიკურად ძლიერი რგოლი თქვენ ხართ, ნოდარ. ამიტომ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი. ვინ დატოვებს თამაშს? დიმიტრი თუ გიორგი? დიმიტრი როგორც ხარ. და რატომ დიმიტრი? შეკითხვაზე პასუხის გაუცემლობა სხვა არავითარი მიზეზი. დიმიტრიმ და გიორგიმ ამ რაუნდში თანაბარი რაოდენობის შეკითხვებს ვერ გასცეს სწორი პასუხი. დიმიტრი, ძლიერი რგოლის გადაწყვეტილებით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებოდა. ძლიერმა რგოლმა მიუხედავად იმისა, რომ ორივეს თანაბარი არასწორი პასუხები ჰქონდა, სწორედ მან მეამირჩია. არა უშავს ეს თამაშია უბრალოდ დღეს გამართლა, გამართლეს ალბათ და ყველაფერი წინა. საათი იმიტომ მივხვდი ალბათ ნანას, რომ მე რას ჩავთვალე, რაღაც მან ყველაზე მეტი დრო გაიყვანა და დრო ფულია. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩემ თავს ვარვალი, რომ სადაგული შეცდომა იყო. ერთი ნაბიჯი გამაგდა, მე თქვა გიორგი და მე თამაში ვიქნებოდი. 270 ლარი გაქვთ. თუმცა უკვე 2000-ის მოგება შეგეძლოთ. დარჩა 6 მოთამაშე და კიდევ 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს და ეს კვლავ თქვენ ხართ ნოდარ. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ნოდარ პოლიტიკაში პოასოზე დაწყებული რომელი სიტყვა ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას, მთავრობის ჩამოგდებას ძალადობრივი გზით? პუჩტი. სწორია, თინიკო, რომელ ინსტრუმენტზე უკრავდა ვირტუოზულად ცნობილი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, ვიოლინოზე თუ ფორტეპიანოზე? ვიოლინოზე. სწორია. ბანკი. ზაზა, გეოგრაფიაში რომელ ზღვას მიეკუთვნება რიგის ყურე? ბალტიის. სწორია. გიორგი, რელიგიაში M100-ზე დაწყებული რა სახელი ქვია მეჩეთის კოშკს, საიდანაც მოეძინი მუსლიმანებს დღეში 5 ჯერ სალოცავად მოუწოდებს? არ ვიცი. მინარეთი. ვალერ, რა ქვია ნარდის თამაშში ერთი ქულით მოგებას, ოინი თუ კოქსი? ოინი. სწორია. ბანკი, ნანა, რომელი ლიტერატურული პერსონაჟი დაეხეტებოდა თავგადასავლის ძიებაში ცხენით, როსინანტით, სახედარზე ამხედრებულ სანჩო პანსასთან ერთად? როსინანტი, დონ კიხოტი. დონ კიხოტი, ნოდა, რომელია გვასოზე დაწყებული სიტყვასიტყვით დიდი პრიზის აღნიშნელი, უმაღლესი ჯილდო ზოგიერთ? სწორია. თინიკო, ქართულ გრამატიკაში რას წარმოადგენს დამხმარე მორფოლოგიური ელემენტები ზე, ში, კენ, თანდებულებს თუ შორისდებულებს? თანდებულებს. სწორია. ზაზა, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების რომელმა პრეზიდენტმა უწოდა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია? რეიგანმა. სწორია. გიორგი, გვასოზე დაწყებული რომელ გამაგრილებელ სასმელს ამზადებენ? ქერის, ფეტვის ან ჭვავის ალაოსგან და ხშირად სურნელებისთვის პიტნასაც უმატებენ? ორჯერ. კურახს. ვალერ, ფსიქოლოგიაში რისი მანიაა მიუნჰაუზენის სინდრომი, თვითმკვლელობის თუ სიმულაციის? სიმულაციის. სწორია. ბანკი. ნანა, არქიტექტურაში 300 მეტრის სიმაღლის 7000 ტონა ლითონისგან შექმნილი რომელი კონსტრუქცია დგას პარიზში 1899 წლიდან? ეიფელის კოშკი, სწორია. ნოდარ, EASO-ზე დაწყებული რა სახელი ქვია საქონელზე დაკრულ სავაჭრო ნიშანს და საზოგადოებაში მიღებულ თავის დაჭერის თავაზიანობის წესებს? ეტიკეტი. სწორია. ბანკი. თინიკო, ზოოლოგიაში რომელი გველი მიეკუთვნება მახრჩობელასებრთა ოჯახს? პითონი თუ ეფა? პითონი. სწორია. ზაზა, ქიმიაში რა სახელით ვიცნობთ H2O-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში? წყალი. სწორია. გიორგი, ასტრონომიაში დაასახელეთ N100-ზე დაწყებული მზის სისტემის პლანეტა? ნეპტუნი. სწორია. ვალერ, სპორტში რა სათამაშო ამპლუა ჰქონდა ცნობილ ქართველ ფეხბურთელს მიხეილ მესხს? თავდამსხმელის თუ ნახევარმცველის? თავდამსხმელის. სწორია. ბანკი. ნანა,
დრო ამოიწურა. თქვენი მოგება ამჯერად 290 ლარია. შესაძლო 1000-ის ნაცვლად. და ერთ-ერთი თქვენგანი მალე ხელცარიელი დატოვებს დარბაზს. დროა აირჩიოთ სუსტი რგოლი. ამ რაუნდის ძლიერი რგოლი ზაზა. მან არა მხოლოდ ყველა შეკითხვას უპასუხა სწორად, არამედ ბანკშიც ყველაზე მეტი თანხა შეიტანა. სუსტი რგოლი გიორგია. მან ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვა. თუ დაემთხვევა სტატისტიკას გუნდის არჩევანი. არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. გიორგი. 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 ქალბატონი ნანა. ხუთმა კონკურსანტმა გააკეთა არჩევანი გიორგის წინააღმდეგ. ზაზა. თქვენ რას უწონებთ გიორგის? მისი თამაში არ დამაჯერებელია, უკვე მესამე ეტაპია. განსაკუთრებით ყურში მოხდა ეს ქართული ფეხბურთის არასაკმარისი ცოდნა. ქართულ ფეხბურთს ერთადერთი ევროპული წარმატება აღდეს. ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს. გადმოცემით მაინც. ნოდარ. თქვენთვის რა მიქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევანის გაკეთებაზე? ეს მოვლენა იყო ქართულ ფეხბურთში დინამოს თამაში კალცეისთან და ეს მართლაც ყველამ უნდა იცოდეს ვეთანხმები ბატონ ზაზას. თიკო. რატომ გიორგი და რას ნიშნავს ეს ნახატი თქვენს ეს დაფაზე? ნიშნავს ძალიან ადვილ შეკითხვაზე ვერ უპასუხა. ბურახი შეეშალა ბორჯომში. და ამიტომ დავხატე ბურახის კათხა. ესე იგი თქვენ ვერ წარმოგედგინათ, რომ არსებობს საქართველოში ადამიანი ამზადებენ ბურახს და არა ბორჯომს. და საერთოდ რომ ბორჯომს არ ამზადებენ? გიორგი, ხუთი ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებული. ჩემი აზრით შემდეგ რაუნდში ქალბატონ ნანას გააგდებენ, რადგან შეკითხვებს აყოვნებს დიდ დროს ანდომებს შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ფინალში გავლენ ბატონი ნოდარი და ზაზა, მაგრამ საბოლოო გამარჯვებული ალბათ ნოდარი დარჩება, რადგან უფრო ინტელექტუალურად უდგება ამ თამაშს. მეოთხე რაუნდი. შესაძლო 3000-ის ნაცვლად თქვენ მხოლოდ 560 ლარი გაქვთ ბანკში. დარჩა 5 მოთამაშე და 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს დაიწყებს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი. ეს თქვენ ხართ ზაზა. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ზაზა, კულინარიაში რომელი კერძის აუცილებელი კომპონენტია კვერცხი, ბასტურმის თუ ჩიხირთმის? ჩიხირთმის. სწორია. ვალერ, კინოხელოვნებაში ვინ ასრულებს ქალის ტანსაცმელში გადაცმული მაიკლ დორსის როლს სიდნი პოლაკის ფილმში ტუტსი? დასტინ ჰოფმანი. სწორია. ნანა, ვუასოზე დაწყებული რა სახელი უწოდა კოლუმბმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს შორის მდებარე კუნძულებს, რადგან ინდოეთი ეგონა? შემდეგი. ვესტ-ინდოეთი. ნოდარ, ლიტერატურაში დოსტოევსკის რომელი რომანის გმირია თავადი მიშკინი, ძმები კარამაზოვების თუ იდიოტის? იდიოტის. სწორია. თინიკო, უახლეს ისტორიაში რა ერქვა ველსის პრინცესას, პრინც ჩარლზის ცოლს, რომელიც ავტოკატასტროფას? სწორია. ბაკი. ზაზა, 900-ზე დაწყებული, რომელი საერთო სახელით მოიხსენიებენ სცენარის საჭმელად ვარგის, ჩვეულებრივ ტკბილ ნაყოფს? შემდეგი. ხილი. ვალერ, მოდაში რას წარმოადგენდა მე-19 საუკუნეში ევროპაში გავრცელებული კრინოლინი? კაბას თუ ფარფლიან ხუთს? ფარფლიან ხუთს. კაბას. ნანა, რა ქვია ჰაერის ზედა უწმინდეს ფენას ბერძნულ მითოლოგიაში, რომლის სახელს უწოდებენ საჰაერო სივრცეს, სადაც რადიოტალღები ვრცელდება? ჰაერი. ეთერი. ნოდარ, მედიცინაში S100-ზე დაწყებული რომელი ლაბორატორიული ჭურჭლის სახელით მოიხსენიებენ ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვს? სინჯარის. სწორია. თინიკო, ენაში რომელია თანამედროვე ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტი? მეგრული თუ იმერული? მეგრული. იმერული. ბაკი. ზაზა, ხელოვნების რომელ დარგში გაითქვა მე-20 საუკუნეში მსოფლიოს სახელი ანა პავლოვამ? ბალეტი. სწორია. ვალერ, 900-ზე დაწყებული რა სახელი ქვია ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვბოების შეჯიბს, რომელშიც გაუხდა? როდეო. სწორია. ნანა, თბილისის ანჩისხატის ეკლესია ჯვარგუმბოთოვანი ტაძარია თუ ბაზილიკის ტიპის? ბაზილიკის ტიპის. ნოდარ, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით რომელ თვეშია მხოლოდ 29 დღე ნაკიან წელიწადში? ფებრუარში. სწორია. თინიკო, ანატომიაში რომელი ციური სხეულის დრო ამოიწურა?
თქვენ საშინელი შედეგი გაქვთ ამ რაუნდში, მხოლოდ 50 ლარის მოგება შეძელით. ერთ-ერთი თქვენგანი კი მალე თანხის გარეშე დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ნოდარი მესამედ ამ თამაშში ძლიერი რგოლია. მას არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. სუსტი რგოლი სტატისტიკურად ნანაა. მან ყველა შეკითხვა ჩააგდო. ვისთვის დასრულდება თამაში? არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ალბათონი ნანა. ვალერი. ქალბატონი ნანა. ქალბატონი ნანა. ქალბატონი ნანა. ზაზა. ხილი რომ სცენარის ნაყოფია, პირველად გაიგეთ? როგორც კაცი ჭადის სახელი დაავიწყდება ესე მომივიდა. რატომ ნანა? დარჩენილი გუნდის საერთო ფონზე ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვა. თიკო, მეგრელი მეგობრები ყოლიათ? ყავს. აღარ გეყოლებათ აწა. მეგრულ ენაზე ვეფხისტყაოსანიც კია ნათარგმნით, თქვენ კი ის დიალექტად მოიხსენიეთ. რატომ ნანა? იმიტომ რომ ვერ უპასუხო შეკითხვას და მეორეს ძალიან ადვილი. ანჩის ხატის შესახებ. ეს უფრო ადვილი იყო, ვიდრე შეკითხვა მეგრულსა და იმერულზე, რა? დავით ბენი ცოტა. ალბათ ქალბატონი ნანაც. ნანა, 4 ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებოდა. შემდეგ რაუნდში მე ასე მგონია რომ გააგდებენ ვალერის. და შემდეგ უკვე ზაზას რიგი დადგება, მე ასე მგონია. იმიტომ რომ ბოლოს ხომ დარჩეს ორი ცოტა სუსტი და ცოტა ძლიერი. ასეთი ის აქვს ამ თამაშს სპეციფიკა, მაგრამ მე არ მეგონა რომ მე გამიშვებდნენ, იმიტომ რომ ველოდი ფინალში გასვლას, ძალიან ველოდი. მეხუთე რაუნდი. თქვენ უკვე 4000-ის მოგება შეგეძლოთ, მაგრამ ბანკში მხოლოდ 610 ლარი გაქვთ. დარჩა 4 მოთამაშე და კიდევ 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს, ეს თქვენ ხართ ნოდარ. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ნოდარ რელიგიაში ბიბლიის რომელი წიგნების ავტორები მოიხსენიებიან ევანგელისტებად? თომა, ლუკა, იონი. სახარების. თინიკო, სპორტში რომელი რუსი მოჭადრაკის დამარცხებით მოიპოვა გარი კასპაროვმა 22 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1985 წელს? არ ვიცი. ანატოლი კარპოვიც. ზაზა 1924 წელს საბერძნეთში გარდაცვლილი რომელი ინგლისელი პოეტი შერაცხეს ბერძნებმა ეროვნულ გმირად და მისი გული საბერძნეთის მიწაში დამარხეს? არ ვიცი. ლორდ ბაირონი. ვალერ, რომელმა ნორვეგიელმა მოგზაურმა მოაწყო 1969-70-იან წლებში 2 ექსპედიცია ატლანტის ოკეანეში, პაპირუსის ნავებით რა და რა 2. ნანსენ. ჰეირდალმა. ნოდარ ზოოლოგიაში ძროხისებრთა ოჯახის რომელი ყრილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ჯგუფის წარმომადგენლები არიან? გნუ, კანა, საიგაკი. ანტილოპები. სწორია. თინიკო, რა ქვია იტალიელი მსახიობის მიკელე პლაჩიდოს გმირს, კომისარ კატანის 1980-იან წლებში გადაღებულ ცნობილ სერიალში რვაფეხა? რა ქვია და ფაიმე შემდეგი. კორადო. კორა. ზაზა, რომელი ფერმწერის ნახატის სახელწოდების მიხედვით ეწოდა მე-19 საუკუნის ხელოვნების მიმართულებას იმპრესიონიზმი? მანე. კლოდ მონე. ვალერ, რომელი იმპერატორის არმია დაამარცხეს 1815 წელს ვატერლოოსთან უილინგტონის? ნაპოლეონი. სწორია. ბანკი. ნოდა, რამდენი ფერია ფინეთის სახელმწიფო დროშაზე? 3. 2. თინიკო, რომელ ცხენებშევლულ მსუბუქ ეტლს ერქვა მითიური ჰელიოსის ძის სახელი, რომელმაც მამის ცეცხლოვანი ეტლით კინაღამ დედამიწა გადაწვა? ფაეტონს. ზაზა, მათემატიკაში რამდენი ნულით გამოისახება 10 მილიონი? 7. სწორია. დრო ამოიწურა. მეხუთე რაუნდი თქვენ კატასტროფული შედეგით დაამთავრეთ. ბანკში მხოლოდ 20 ლარი შეიტანეთ. ერთ-ერთი თქვენგანი მალე ხელწარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. ამ რაუნდის ძლიერი რგოლი სტატისტიკურად ვალერია. მან ყველაზე ნაკლები შეცდომა დაუშვა. სუსტი რგოლი თიკოა. მან ვერცერთ შეკითხვას ვერ უპასუხა. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ თავად მოთამაშეები? არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი.
თენიკო. ვალერი. ზაზა. თენიკო. ვალერი. ვისთვის თამაშობთ სუსტ რგოლს? ქართობის მის. ფულის მოგება არ გინდათ? სასარგებლოსთან ერთად წასულით. კი, მაგრამ 5 რაუნდია, ერთხელაც არ გითქვამთ ბანკი. რატომ თენიკო? ბატონმა ნოდარმა ფული ჩადო, ხოლო ბატონი ზაზა ძლიერი რგოლი იყო და ამასთანავე მას შეკითხვები უფრო რთული ერგო. ზაზა, რატომ თენიკო? საერთო ჯამში გუნდმა ვერ ითამაშა. მაგრამ მათ ფონზე ჩავთვალე რომ თენიკო თამაში შედარებით არადამაჯერებელი იყო. თენიკო, 2 ხმით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდებოდი. მოვედი გასართობად, დაძაბული არ ყოფილა მთელი თამაშის განმავლობაში და საერთოდ არ მეგონა აქამდე თუ შემორჩებოდი. ჩემი აზრით ბოლოს მოიგებს ნოდარი, რადგან ძლიერი მოთამაშეა და ბანკშიც შეაქვს ფული. მე-6 რაუნდი. შესაძლო 5000-ის ნაცვლად თქვენ მხოლოდ 630 ლარი გაქვთ ბანკში. დარჩა 3 მოთამაშე და 10 წამით ნაკლები დრო. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს. ეს თქვენ ხართ ვალერი. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ვალერი, რომელი ქვეყნის ყოველდღიური პოლიტიკურ-ეკონომიკური გაზეთია Wall Street Journal? ამერიკის. სწორია. ნოდარ მუსიკაში რომელი ლეგენდარული ჯგუფის წევრები იყვნენ ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი? Rolling Star. Queen-ის. ზაზა, ევროპის რამდენი სახელმწიფო შედის ბენილუქსის სახელით ცნობილ ეკონომიკურ გაერთიანებაში? 3. სწორია. ფრანგი. ვალერი, რომელი მსოფლიო ომი გამოიარა მწერალთა ჯგუფმა, რომელსაც დაკარგული თაობა ეწოდა ამ ომით განცდილი იმედგაცრუების გამო? პირველი. სწორია. ნოდა, სპორტში ფორმულა 1-ის რომელ პილოტს შეარქვეს წითელი ბარონი? აირტონ სენას. მიხაილ შუმახერს. ზაზა, მედიცინაში ადამიანის რომელი ორგანოს გადანერგვა მოახდინა 1967 წელს პირველად სამხრეთ აფრიკელმა ქირურგმა კრისტიან ბარნარდმა? გულის. სწორია. ვალერი, რომელი წმინდანის პატივსაცემად ეწოდა ევროპელთა თოვლის ბაბუას სანტა კლაუსი და მასვე უკავშირდება საშუალო საჩუქრების დარიგების ტრადიცია? კლაუს. წმინდა ნიკოლოზის. ნოდარ, გეოგრაფიაში რომელი ოკეანე ესაზღვრება პორტუგალიას? ატლანტის. სწორია. ზადა, პოლიტიკაში ქსოვილის სახელიდან ნაწარმოები, რომელი სიტყვა აღნიშნავს ქართულში მშვიდობიან უსისხლო რევოლუციას? ვარდებს. ხავერდოვანი. ვალერი, 1934 წელს დაბადებული რომელი ტელეწამყვანი მასპინძლობდა საბჭოთა კავშირის მხრიდან ამერიკას საბჭოთა კავშირის შორის 1986 წელს გამართულ ცნობილ ტელეხილებს? არ ვიცი. პოზნერი. ნოდა, რომელ სქესს განსაზღვრავს ადამიანში XY ქრომოსომა? კაცი. მამალბი. ზაზა, ქართულ მითოლოგიაში რა ქვია ნადირობის ქალღმერთსა და ნადირთა მფარველს? კავკასიონზე ანგელოზივით მეძინა. დაუმეგობრდა. ვალერი, ევროპის რომელი ქვეყნის ქალაქის სახელს ატარებს მაგარი ალკოჰოლური სასმელი კონი? რომი. დრო ამოიწურა. ამჯერად თქვენ 40 ლარი მოიგეთ. ვის არ მიუტანა საჩუქარი სანტა კლაუსმა? ვისმა ხეხილმა მოისხა ვარდი? ვინ გაიტანა გოლი საკუთარ კარში? ერთ-ერთი თქვენგანი მალე ხელცარიელი დატოვებს დარბაზს. დრო აირჩიოთ სუსტი რგოლი. მეორედ ამ თამაშის განმავლობაში ძლიერი რგოლი ზაზაა. რაუნდის სუსტი რგოლი სტატისტიკურად ნოდარია. რა არჩევანს გააკეთებენ მოთამაშეები თამაშის ამ საბედისწერო ეტაპზე? არჩევანი გაკეთებულია. გამოავლინეთ სუსტი რგოლი. ნოდარი. ზაზა. ვალერი. როგორც ხედავთ, კვლავ ფრეა. უფრო სწორედ ყველას წინააღმდეგ. ზაზა, არ გაგვანდობთ, რომელ წყაროში მოიძიეთ, რომ ბიბლიური ევა ქართველი ამირანის მშობელი დედა ყოფილა? რატომ ვალერი? ვალერი ბოლო 2 რაუნდი კარგად ითამაშა. მაგრამ საერთო ჯამში ვთვლი, რომ ნოდარი უფრო იმსახურებდა ფინალში თამაშს. ვალერი, რატომ ნოდარი? ბატონ ნოდარი შედარებით თავიდან რა თქმა უნდა კარგი რეზულტატი ჰქონდა და ყველა ძლიერი იყო, მაგრამ ბოლო 2-3 ტური მოიგოჭა.
ნოდარ, რატომ ზაზა? სამ შეკითხვას ვერ უპასუხა ბოლო რაუნდში. მეტი არაფერი. ორ შეკითხვას ვერ უპასუხა ვალერიმ და შესაბამისად. ამ რაუნდში ყველა მოთამაშემ ერთნაირი რაოდენობის შეცდომა დაუშვა. ზაზა უფრო თითქოს წინა რაუნდებში ძლიერად თამაშობდა ვიდრე ვალერი, მაგრამ აი ამ კონკრეტულ რაუნდში მე ასე მომეჩვენა. ნამდვილად ასე. თქვენ უკვე იცით, რომ ასეთ სიტუაციაში საბოლოო გადაწყვეტილება რაუნდის ძლიერმა რგოლმა უნდა მიიღოს. სტატისტიკურად წინა რაუნდის ძლიერი რგოლი თქვენ ხართ ზაზა. ამიტომ თქვენ უნდა გააკეთოთ საბოლოო არჩევანი, ვინ დატოვებს თამაშს. ვალერი თუ ნოდარი. შეგახსენებთ, თქვენ გადაწყვეტილების შეცვლის უფლებაც გაქვთ. ნუ საერთოდ თამაშიდან გამომდინარე, ვთვლი რომ ვალერიმ დატოვოს თამაში. ვალერი, ძლიერი რგოლის გადაწყვეტილებით თქვენ სუსტი რგოლი ხართ. კარგად ბრძანდება. მელოდინი მართლაც გამახდა, მე ველოდი რომ მართლაც სამეულში ვიქნებოდი. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ შემდეგ სამეულში როგორ მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არ ვიცოდი, აქედან გამომდინარე ფინალში გასვლაზე ადრეულად არ ვიფიქრე. მე შემეძლო ზაზას სახელი დამეწერა და ფაქტურად ფინალშიც გავიდოდი, მაგრამ მე რატომღაც არ მინდოდა რატომღაც კი არა, ნახდად არ მინდოდა უსამართლოდ მოქცეულება. 2000-ის მოგება შეგეძლოთ, მაგრამ ბანკში მხოლოდ 670 ლარი გაქვთ. ახლა ორნი დარჩით. დრო წუთ ნახევარი გაქვთ. თუმცა ამ რაუნდში მოგებული თანხა გაორმაგდება და ბანკში ჩადებულს დაემატება. მეშვიდე რაუნდში ფსონი 2000 ლარია. თამაშს წინა რაუნდის ძლიერი რგოლი დაიწყებს, ეს თქვენ ხართ ზაზა. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. დრო. ზაზა პოპ-კულტურაში რომელი ფეხბურთელის ცოლია მუსიკალური ჯგუფის Spice Girls-ის ყოფილი წევრი ვიქტორია ადამსი? ბეკემს. სწორია. ნოდარ, ლიტერატურაში რამდენი ქალიშვილი ყავდა მეფე ლირს უილიამ შექსპირის ტრაგედიაში მეფე ლირი? 1. 3. ზაზა, კულინარიაში რას უწოდებენ მეორენაირად ფელამუშს? თათარა. სწორია. ნოდარ, რომელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შენობის სახელწოდება, რომელიც პენტაგონი. სწორია. ბანკი. ზაზა, გამოგონებებში რომელმა გერმანელმა ინჟინერმა შექმნა დიზელის ძრავა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში? ფორდი. რუდოლფ დიზელმა. ნოდარ, კინოხელოვნებაში ვინ ასრულებს ჯოს, კარგის როლს, სერჯო ლეონეს ფილმში კარგი ცუდი ბოროტი? არ ვიცი. კლინტ ისტვუდი. ზაზა, ორთაბრძოლის რომელი სახეობის სახელი ითარგმნება იაპონურიდან ქართულად, როგორც ცარიელი ხელით? სამბო. კარატე. ნოდარ, აზიის რომელი ქვეყნის უდიდესი ქალაქი და მთავარი ნავსადგურია კარაჩი, რომელიც ამ ქვეყნის დედაქალაქიც იყო 47-59 წლებში? პაკისტანის. ზაზა, ლეგენდის მიხედვით, ძველი წელთა რიცხვით მე-4 საუკუნის რომელმა დამპყრობელმა გადაჭრა ხმლით გორდიას კვანძი, რომლის გახსნა მანამდე ვერავინ შეძლო? მაკედონიელმა. სწორია. ბანკი. ნოდარ, ასტროლოგიაში წელიწადის რომელ დროს აღნიშნავს დაბადების დღეს მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი საქართველოში? თებერვალი. ზამთარში. ბანკი. ზაზა, ფიზიკაში რომელი ინგლისელი მეცნიერის სახელს ატარებს მექანიკის მეორე კანონი, რომელიც მათემატიკურად ასე გამოისახება F-ს M-ს? ნიუტონი. სწორია. ნოდარ, მე-19 საუკუნის რომელი უნგრელი კომპოზიტორია ავტორი? დრო ამოიწურა. ამჯერად თქვენი მოგება 70 ლარია და შესაბამისად ბანკში 140 ლარი ჩაგერიცხებათ. სულ თამაშის განმავლობაში თქვენ 810 ლარი დააგროვეთ. თუმცა 8000-ის მოგება შეგეძლოთ. ამ თანხას ერთი თქვენგანი დაეუფლება. ახლა მე რიგრიგობით დაგისვამთ 5 შეკითხვას. თქვენ რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი უნდა გამცეთ. გაიმარჯვებ საუკეთესო. ზაზა და ნოდარ. ვითამაშოთ სუსტი რგოლი. ზაზა, თქვენ წინა რაუნდის ძლიერი რგოლი ხართ, ამიტომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვინ დაიწყებს თამაშს. დავიწყებ. ზაზა, ასტრონომიაში რომელ თანავარსკვლავედშია პოლარული ვარსკვლავი? კეთი დათვის თანავარსკვლავედში. პატარა დათვის თანავარსკვლავედში. ნოდარ. ასტრონომიაში მზის სისტემის რომელ პლანეტას უწოდებდნენ ძველად საქართველოში ოტარიც? მარსი. მერკურს. ზაზა. ლიტერატურაში რომელმა რუსმა მწერალმა დაწერა 1892
98 წლებში ცნობილი მოთხრობები. პალატა ნომერი 6 და კაცი ფუტლარში. ჩიჩელინა. ანტონ ჩეხოვმა. ნოდარ. ლიტერატურაში რომელ რუს მწერალს ეკუთვნის 1824 წელს შექმნილი კომედია ვაი ჭკუისაგან? გრიბოედოვი. სწორია. ზაზა. 1736 წელს დაბადებულმა, რომელმა გამომგონებელმა შემოიღო პირველი სიმძლავრის ერთეული ცხენის ძალა. ფარადეი. ვატმა. ნოდარ. რომელმა მეცნიერმა დაადგინა, რომ გარე ძალებით სითხის ზედაპირზე წარმოქმნილ წნევას სითხე თანაბრად გადასცემს ყველა მიმართულებით. სითხე თანაბრად გადაცემს ყველა მხარეს, ხო? ატიკაც. აპერონი უნდა იყოს. ბლეზ პასკალმა. ზაზა. ბერძნული მითოსის მიხედვით რა ერქვა ღმერთების ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, დემეტრას და ჰერას დედას? კრეონი. რეა. ნოდარ, თუ თქვენ ამ შეკითხვას სწორად უპასუხებთ, თქვენ მოიგებთ. მითოლოგიაში ოვიდიუსის მიხედვით რომელი ქალღმერთის სატრფო იყო ჭაბუკი ადონისი, რომელიც ნადირობის დროს ტახმა ეშვებით განგმირა? ადონისი აფროდიტეს სატრფო იყო და სწორია. ნოდარ, დღეს თქვენ ძლიერი რგოლი ხართ. თქვენ 800 ლარი მოიგეთ. ხოლო ზაზა ხელწარიელი დატოვებს დარბაზს. თქვენ კი შემოგვიერთდით მომავალ კვირას და ვითამაშოთ სუსტი რგოლი. კარგად ბრძანდებოდეთ. აი დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გამოცდას, რომ ვაბარებდი ხოლმე სწავლის პერიოდში. მიკითხებით დაახლოებით თანაბარი სიძლიერეს იყო, რომ მუდარი ამ უკეთ მომზადებული აღმოჩნდა. ძალიან მინდა შოუ 50,000-ში მივიღო მონაწილეობა. საერთოდ მივასება ინტელექტუალური თამაშები. და როგორც მე ვიცი, იქ საჭიროა დიდი რაოდენობის ზარების გაშვება და ამას გავაკეთებ პირველ რიგში.